მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ნახოთ, აბა, რა ხდება მის ცხოვრებაში, ხო? საერთოდ როგორ ცხოვრობს, რას ფიქრობს, ყველაფერი გავიგოთ. ეხლა შეიძლება რა სამსახური მისი, თქვა, გარემო რა ხდება. ვნახოთ ეხლა პირველი ავიღოთ ის, რომ მისი მთავარი ენერგია ეხლა რა ენერგიაში არის, რა ენერგიაში ცხოვრობს ეხლა ეს ადამიანი. ვნახოთ, ავიღოთ და მერე უკვე ვკითხოთ ეხლა მისი ფიქრები, ну თქვენ ჩაიფიქროთ, ხო? თქვენ ჩაფიქრებული ადამიანზე არის საუბარი, ხო? ვნახოთ ეხლა მისი აზრები, ფიქრები, ხო? რას გრძნობს შიგნით, რა ემოციები აქვს მაგას, რომელსაც შეიძლება მალავს, ხო? გრძნობები ვნახოთ ეხლა. მისი პირადი ცხოვრება, რა ხდება ახლა მის პირად ცხოვრებაში, ხო? ურთიერთობა შეიძლება ოჯახი, ნახოთ პირადი ცხოვრება ეგ არის ჩვენი, ხო? არა მხოლოდ ვთქვათ, ნახოთ. შემდეგი სამსახური, ვთქვათ, საქმე, ფინანსები, რა ხდება მასტერიალურ სფეროში. მაგისი ვნახოთ გარემო, ანუ მეგობრები, კოლეგები, ადამიანები, ვინც არის მასთან, ვისთან არის, ხო? ვნახოთ ჩვენ ისეც კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, მისი ბარული, ის რასაც ხასხვებს არ უჩვენებს, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გაიგო. აი ეს თქვენთვის ეს გავიგოთ. რა უნდა ისწავლოს, მაგრამ რა გაკვეთილი უნდა გაიგოს აი ამ სიტუაციიდან. შეიძლება თქვენ იმიტომ ეკითხებით, რომ თქვათ არა გაქვთ კავშირი ახლა. ან დაშორდეს, შეიძლება ფიქრობთ, რომ არ ვიცი, იქნება, არ იქნება, რაღაცა ან ისეთი ადამიანი არის, რომ ვერაფერს ვერ გაიგებ დაუშვოთ, ხო, ეგეთიც ხდება არიან ესეთი ადამიანებიც რა. და ნახოთ ახლა აი უახლოს მომავალში სად მიდის სიტუაცია, როგორ განვითარდება, აი ასე ვკითხოთ და აქ ახლა მართლა რაღაცა სიჩუმე გაქვთ თქვენ. გაკვეთილში ხართ, რა ვქნა, ვითომ? ხო, რაღაც სიჩუმე კი არის. ნახოთ ახლა მისი მთავარი ენერგია. მისი მთავარი ენერგია ისეთ როგორ არის, პრინციპში ხა ეს ადამიანი მარტო იქნება ისე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მარტო როგორ შეიძლება ეს ადამიანი ახლა მაქსიმალურად, მოდით ასე ვთქვათ, ცდილობს, რომ ეხლა დარდე, ნერვიულობა, ყველაფერი დატოვოს რა. და ფიქრობს, რომ თავის ცხოვრებაზე, ფიქრობს იმაზე, რა შეიძლება გავაკეთო, რომ უფრო ვთქვათ, აი ეს ემოციები სულ ყველაფერი დავტოვო რა, რომელიც გქონდა. კიდე აბა მოიცადეთ, ამოვიღებ ერთ კარტს ახლა, რა ენერგია არის აქ, ადამიანი მიისწრაფება თავის, ხო კი? სხვათა შორის ფიქრობს ძალიან ბევრს თავის მომავალზე, ძალიან ბევრი აზრები, მაგრამ აქ ძალიან სხვათა შორის ემოციებში არის, იმიტომ რომ აქ რაღაც დაკარგა ამ ადამიანმა და ძალიან ნერვიულობს და სხვათა შორის ფიქრობს, რა გავაკეთო, აქ შეიძლება ტრანსფორმაციებში არის ეს ადამიანი და სხვათა კი, თან ძალიან დიდ ტრანსფორმაციებში არის, აი რაღაცა, აი ვაფშე ვერაფერს ვერ ხვდება. აქ ადამიანს უნდა ბედნიერება, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. ადამიანი არის აქ ემოციურად ძალიან ცუდად, იმიტომ რომ აი ცდილობს, ნამდვილად ფიქრობს თავის მომავალზე, ფიქრობს შეიძლება, თუნდაც ქალზე, რომელიც ახლა შორს არის მისგან, ფიქრობს იმაზე, აი მინდა გამოვჯამთლე, აქ ადამიანს ემოციური ფონი აქვს, ცოტა არ იყოს აი ძალიან დატყრუნული და ამ ადამიანს უნდა რომ მაქსიმალურად გამოვიდეს ესეთი ენერგიებიდან, რომ ბედნიერი, მინდა ბედნიერი ვიყო, აქ კი ბატონო ხმალების დედოფალია და იმიტომ არის, რომ შეიძლება თქვენ ხართ ახლა ისეთ ენერგიებში, რომ თქვენზე არაფერი არ იცეს, ან შეიძლება დაბლოკილი ყავთ ეს ადამიანი და დიდი ხნის პაუზა არის აქ უეჭველი, იმიტომ რომ ადამიანი ახლა აქ დიდი ხანი იყო ეტყობა და ერთობოდა რა. და აი თქვენ აი აგერ თავისი იმპერატრიცა აქ მაქსიმალ კი აქ თქვენზე დიდი დარდი, იმიტომ რომ მაგ ძალიან არასერიოზულად იყო განწყობილი, შეიძლება წაართოს თქვენი თავი მას და აი იმიტომ არის ეგრე. ნახოთ რა ხა მისი ფიქრები, რაზე ფიქრობს ახლა.
ну აი ხო გითხარით გამოსვლაზე, აი გამოსვლა უნდა რაღაცას, აი უკვე როგორ არის, იცი, აქ შეიძლება ადამიანი დიდი ხანის იჯდა ესეთ ენერგიებში და ახლა ტრანსფორმაციას გადის და უკვე უნდა რომ გამოვიდეს ამ ენერგიებიდან რა, უნდა რომ უკვე აი ნამდვილად აი რამე გავაკეთო, რამე თქვათ, შეიძლება ფიქრობს დაუშვათ ან მოგწეროს, თქვათ, თუ დაუშვათ ახლა არ გწერს ხო? ან შეიძლება даже ჩამოსვლაზე ფიქრობს, აი იმედად კონკრეტულად მითხარით ახლა აბა რას ნიშნავს ეს. ну აქ ხო გეუბნები გამოჩენაც უნდა მაგას სხვათა შორის, ანუ აქ ძალიან დიდი ხანია ადამიანი გეუბნებით იჯდა ისეთ მომენტებში, როცა ტყობა ფიქრობდა რა გავაკეთო, იმიტომ რომ დაკარგა აქ დააკარგინეს მაგას ბედნიერება, სადაც იყო ბედნიერი, იქ არ არის. ალბათ დიდი ხანია იჯდა ესეთ უემოციოდ განცდებში და ეხლა უკვე აქ არის ის, რომ აი გადაწყვეტილების პერიოდში არის ადამიანი, რომ უკვე ნამდვილად მე მინდა რაღაც, იმიტომ რომ აქ ახლა ეგრევე გამოვიდა რა ქვია ну ესეთი კარტი გამოდის, რომ უნდა მაგას რომ გამოჩნდეს, იმიტომ რომ აქ როგორი მომენტი არის, იცით, შეიძლება ეს ადამიანი კიდევაც დიდი ხანია გითვალთვალებს რა და უყურებს, რომ აი რა ხდება, როგორ ხდება, შეიძლება თქვენ აქ კი ბატონო, აი ეს არის როგორი სიტუაცია, ნახეთ, მაგას აქ კიდე ინფორმაცია უნდა თქვენზე, იმიტომ რომ ეს მალავს იმას, სხვათა შორის ძალიან მალავს, არავის არ ეუბნება, რომ თქვენ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ. ну აი ნახეთ, ჩამოვყალიბდი ახლა ნაკადი რომ მოდის, მე უფრო ისე რა ქვია. ახლა ნახეთ, საერთოდ გეტყვით, აუცილებლად არის ის მომენტი, რომ ადამიანი თქვენ გიყურებს, სადღაც გითვალთვალებს, მაგას აქ ძალიან დიდი იმედი, რომ თქვენს გახსოვთ და თქვენს მაგას სადღაც უყურებთ და ნამდვილად ეხლა ფიქრობს, რომ მინდა რომ გამოუჩნდე, მაგრამ აი არ იცის თქვენი პოზიცია არ იცის. ну კაი, შევალთ კიდე აქ უკვე იმაში ძალიან მომწონს ეს და რაღაც ძალიან სასწაულო ღრმა არის. კარგით, ნახოთ ეხლა გრძნობა, რას გრძნობს ეგა რა ნახეთ რა დღეში არის. აქ შიშები, აქ რაღაცა შპოთვები, აქ რაღაცა ანუ მთელი მისი ფიქრები და ყველაფერი არის დაკავებული აქ, ну აქ ხმალებია, გრძნობა. სხვათა შორის შეხედეთ ეხლა ეს ადამიანი ეხლა გრძნობა. მისი გრძნობა, რას შინაგან რა ემოციები. ну აქ არ არის თქვენს მიმართ გამიგეთ რა ხდება, მე არ მიკითხე, იმენა უშუალოდ თქვენს მიმართ. იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ საერთოდ მისი даже გრძნობები, რას გრძნობს შინაგანად. რას გრძნობს შინაგანად და ვერაფერს ვერ გრძნობს, იმიტომ რომ როგორც იმპერატორი მე არ ვარ, აი როგორი მომენტი არის, იცით, აი არაფერი მე არ გამომდეს, სერიოზული ურთიერთობა მე არ გამომდეს, კიევით აქ ადამიანი ზის და ფიქრობს, რომ მე მიყვარდა, ვინც მიყვარდა, კი მყავს გულში, მაგრამ ნამდვილად მარტო დამრჩა მოგონებები რა. კი. დავკარგე ის, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარდა. და ეხლა იმიტომაც შეიძლება თქვენ გითვალთვალებს, აქ ქმედება უნდა, მაგრამ აი შინაგანად არის როგორ იცით, შეიძლება ფიქრობს, აი გეტყვით, ნახეთ როგორ გრძნობს, ეხსე მიხვდე. ანუ ნახეთ რა შეება, ესე იგი მე ვგრძნობ, აი ესე იგი რომ კაცი ვარ რა, იმპერატორი, კაცი ვარ, მაგრამ საქციელი მაქვს ბავშვური. და ამიტომ დავკარგე. აი აქ აღიარება მიდის, გამიგეთ, ხო გვაჩვენეს ჩვენ რომ ტრანსფორმაციაში არის ადამიანი, წაართვეს იმპერატრიცა მაგას, ხო? და იმიტომ ზის და აი რა ვთქვა, რაღა უნდა ვიგრძნო, აი შებოჭილია მაგარი, იმიტომ რომ შეიძლება ვინც მის გვერდით არის, ის არ უნდა, მაგრამ ის ვინც უნდოდა დაკარგა რა, იმიტომ რომ იქცეოდა პატარა ბავშვი, აი არ იქცეოდა სერიოზულად, გამიგეთ? კი.
კი ბატონო. ეხლა აი ფიქრობს რომ უკვე ნამდვილად რაღაცა უნდა გავაკეთო რა, ამასე კი არ შეიძლება უკვე რომ გაგრძელდეს. მაგრამ ხო, იმიტომ რომ აქ უკვე სული ითხოვს რა, კი. აქ ძალიან რთულად გრძნობს თავს თქვენს გარეშე და ამიტომ აქ შეიძლება უკვე ფიქრობს რომ თუ რამეს არ გავაკეთებ, მაშინ არ ვიცი რა იქ კი, აქ უნდა ისე რა ქვია. აგერ არის რვიანი არის აქ კვერთხების და რვიანი კვერთხების. არაფერს არ ვაკეთებდა ეს ადამიანი, აი აღიარებს რომ არ აკეთებდა ჩუმად იჯდა თავისთვის, არავის არ აჩვენებდა იმას რა აქვს გულში, ძალიან აქედან გამომდინარე გრძნობს თავს ძალიან რთულად, ძალიან მძიმედ გრძნობს თავს და აი ერთადერთი ვარიანტი რომ თქვათ მე ამას რომ მოვერი, უნდა გამოვჩნდი, იმიტომ რომ გაუსაძლისი არის კი. და კარგიც ნახოთ ახლა პირადი ცხოვრება რა აქვს ამას ურთიერთობაში სიყვარულში, პირად ცხოვრებაში რაღაცა ცვლილებები აქვს სხვათა შორის, აბა რა ცვლილებები გაგენაცვალე, რაღაცა შეიცვალა, აქ რაღაცა ბედი ჩაერია, რა შეიცვალა? რა შეიცვალე? ნუ აქ ნახეთ რა ხდება. შეიძლება ვთქვათ, რომ აი და მოიცადეთ რაღაც მინდა კარგად გავიგოთ ჩვენ. და რა შეიცვალა? всё, გასაგებია. აქ ნახეთ რა ხდება. ესე იგი ეს ადამიანი, მოიცადე და ეს ისე გოგო ვიზეთ ჩვენ ახლა ვშლით, იმიტომ რომ პირველი დედოფალი გამოვიდა და კი, ვინც დაკარგა, ოკეი. ანუ თქვენზე საუბარი, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ახლა ესეთი ინფორმაციის მიწოდება, რომ ვიღაცა ახალი ყავს, ახალი ურთიერთობა, ამ დროს ახლა უნდა დავაზუსტო რა, ახლა მარტო აქ ისე ვერა. ხო და თანსაჯარო გაშლაში მithumetes. ნახეთ, რა შეიცვალა. აქ ჩვენ ხო ვთქვით, რომ ასეთ მდგომარეობაში იყო, მაგრამ აქ ჩვენ ისტორიაც ხო მოგვიყვეს, მაგრამ ახლა და უკვე დაგვანახეს, რომ всё უნდა, მაგას ქმედება რაღაცა, რომ მიხვდა, რომ უკვე გაუსაძლისია სიტუაცია. ცოტა ეხლა ხასიათზე არის, აქაც გვაჩვენეს, რომ ხასიათზე არის უკვე, იმიტომ რომ იმ ტრანსფორმაციებში რომ იჯდა, ხო? ეხლა მიხვდა, რომ ასე ჯდომა როდემდე უნდა იყო ვიჯდე, ხო? მიხვდა ადამიანმა, რომ აქ არ შემიძლია ამ ქალის გარეშე. მინდა უკვე რაღაცა მიხვდი, რომ არ ვიქცეოდე კაცურად, ვიქცეოდე როგორც ჩუმად ვიჯეკი, შეიძლება აქ წერდათ კიდევაც და მაგრამ არ გიგზავნიდათ, მაგრამ მიხვდა, რომ ცუდად ვარ და რაღაც არ შემიძლია და ამ უკვე გაიარა ეს ტრანსფორმაცია ეთყობა, იმიტომ რომ კარგად არის რა, შეიძლება თქვა მეგობრებთან დრო გაატარა, შეიძლება ელაპარაკა ვინმე და შეიძლება მეგობარმა ვინმე ურჩია, რა ვიცი რამე და ამიტომ აქ არის უკვე როგორი სიტუაციაში, იცით რომ უნდა რომ მიხვდა რომ თქვენ აქ უყვარხართ, даже თუ მაგას ქონდა, მაგას აქ შეიძლება ქონდა რაღაცა ვიღაცებს შეგადარათ, შეიძლება იყო თქვა, არ გამოვრიცხავ თუ დიდი ხნის პაუზა, რომ შეიძლება აქ ადამიანი იყო, თქვათ, გაიცნო ვიღაცები, რა ვიცი მე თქვათ, ხო? მაგრამ აი მიხვდა მან ეს გაცნობა ზოგჯერ ეხლა არ არის ეგ ცუდი, ხო? რომ აი აქ ზუსტად მიხვდა მან, რომ არა. აი ეს даже თუ ვინმე გაიცნო და უნდა თქვათ რამე ფლირტი, რა ვიცი, აი ეგ დონეზე, აქ ადამიანმა მიხვდა, რომ თქვენ ხართ, აი მე მყავს ქალი, სხვა ქალი, ვისთანაც მე უნდა წავიდე, რომ ჩემი ეს გულის ტკენა და ყველაფერი რომ გავუშვო, მხოლოდ მას შეუძლია, მომცეს მე აი ეს შვება. გამიგეთ, იმიტომ დავამოწმე, რომ თქვა ახალია თუ სხვა ვიღაცა, არა, ვიზნს მე დავკარგე. აი ეს არის რა და ამიტომ აქ არის რომ პირად ცხოვრებაში და ურთიერთობა ეგ არის რომ კი შეიძლება ისე რა ქვია იმიტომ შეიცვალა სიტუაცია გვაჩვენეს რომ მხოლოდ აი ამ ქალს შეუძლია გამომიყვანოს მე ასეთ გაუსაძლის სიტუაციიდან. კი ბატონო სწორედ.
Так, შემდეგი სამსახური ხო, მაგისი ფინანსები. ნუ აქ რა გითხრათ ახლა, ნუ შეიძლება ახლა ზოგი შეიძლება გქონდეს აქ რამე სამსახური რა, იმიტომ რომ სამსახური, ნუ არა, იმიტომ და გავჩერდე. ეხლა ნახეთ რა ხდება მატერიალურ სფეროში მაგას რაღაც რო გითხრათ არაფერი ისეთი არ აქვს. შეჩერებულია ეს სიტუაცია, შეიძლება ეს ადამიანი დაუშვათ ცდილობს, რაღაცას ცდილობს, აქ შეიძლება ვიღაცა ქალისგან იღებს ეს ადამიანი ფულს. ეს თუ დაუშვათ მუშაობს, შეიძლება თქვათ ხელმძღვანელი არის ვიღაცა თუ არა და ქალისგან შეიძლება დედა იყოს, რა ვიცი მე. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ უფრო თვითონ არა, აქ ვიღაცისგან აქვს ფული, ხა ვიღაცისგან, ეხლა თვითონ მიხვდეთ რა. ნუ თუ ქალი ყავს მაგას ეხლა ხელმძღვანელი შეიძლება, მაგრამ რაღაცას მოლოდინშიც არის ეს ადამიანი სხვათა შორის, მაგრამ აი რო გითხრათ რომ რამეს აკეთებს, არა, აქ თუ დაუშვოთ ეხლა დედა სადმე შეიძლება თქვათ წასული საზღვარგარეთ და უგზავნის, არ ვიცი რა, რაღაც უცნაური პოზიცია. ან თუ დაუშვოთ ახლა თვითონ ხელმძღვანელი თუ არის, რაღაცა შეიძლება აქ ხელფას არ აძლევენ, ნუ ცოტა რაღაცა ვერ არის აქ სიტუაციები რა. მაგრამ ძალიან უნდა რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეს, იმიტომ რომ მაგას როგორ არის იცით, აქ ადამიანი რაღაცას ეძებს, ცოტა ფული კი აქვს, მაგას ახლა ყოფნის რაღაცას, მაგრამ მაინც რაღაცას სამსახურს ეძებს ეს ადამიანი უეჭველი, შემიძლია იგით რა შეიძლება ვიღაცა ეხმარება კიდევაც, მაგრამ ნუ ფიქრობს და ეძებს რა, ასე რომ ვთქვათ. აქ უფრო ეგეთი პოზიცია არის რა. ნუ აი რა არის ახლა ფარული ნუ აქ ახლა ძალიან მეოცნები ვიღაცა ადამიანი ყავთ, ძალიან ესეთი არის არეულია, გოგოება, აი რაღაცნაირი არეულია რა ეს ადამიანი, ბევრს ფიქრობს, ბევრს ოცნება, აქაც ახლა მთვარე გამოვიდა, მთვარე როცა ადამიანს ხო გეუბნებით, უნდა გამოვიდეს ამ არეულობიდან, შპოთვებიდან, რაღაცებიდან, უნდა რომ გამოვიდეს, რა თქმა უნდა რომ ეს ყველაფერი, აი არავის არ ამბობ, რომ ბევრი რაღაცები, აი გეუბნებით, ჩამოუყალიბებლობა მოდის აქ რა. იმიტომაც თქვა რომ აი ამ ხელა კაცზე ვარ ხო იმპერატორად ვარო და ამ დროს ვიქცევი როგორც პატარა ბავშვი. აი ეხლა არის ძალიან არეული ენერგია, მაგრამ ის კი გვაჩვენეს რომ გამოდის, მაგრამ იმიტომ რომ აქაც ეხლა უკვე ქვერთხების მეფე არის, ანუ გამოდის ამ სიტუაციებიდან რა. იმიტომ რომ ძალიან არეულობა და თან სხვათა შორის გეტყვით კიდე ერთ რამეს, შეიძლება ამ ადამიანს უნდა რომ დატოვოს თავისი ის გარემო, სადაც იმყოფება. იმიტომ რომ ძალიან კარგად ხვდება რომ შეიძლება აქა ეს არის ის მომენტი რომ დაფიქრდა რა ამ ადამიანმა რომ ნამდვილად twins მირევენ, მეც არაფერს არ აკეთებენ. მომავალზე ფიქრობს, სიყვარული არა აქ ახლა დაჟე შეიძლება რა იფიქრა, იცით რომ აი ნამდვილად რომ ეს სიტუაცია რომელშიც ეს ადამიანი იმყოფება, ხო? არაფერსაც არ აძლევს. ეს საზოგადოება, სადაც ეგ არის, არ არის რაღაც შეიძლება ჯანსაღიც რა მომენტს რა ვიღაცისთვის და მაგას ყავს ვარსკვლავი. მაგას აქაც ვარსკვლავთან მიდის რომ გვითხრეს ხო რომელიც ანუ ისე სიყვარულისკენ მიდის ანუ ხო გეუბნებით აქ სიტუაცია რომ ადამიანმა მიუხვდა რომ მე დავკარგე ჩემი ისა რა პუტივოდნა ზვიზდა ანუ როგორ არის ეს ვარსკვლავი რომელიცაც აი გზას მიჩვენებს მიხვდეთ გზა აბნეულია
ტიპი რა. ანუ რო დაკარგა თავისი მარშრუტი რა, აი ხო იცით რომ ნავიგატორში რო რაღაცა ინტერნეტი გაითიშება, აერევა რა. აი ეგეთი რაღაცა, ეგ გზა აბნეული დადეს რა, ზოგჯერ ნავიგატორს ჩართავს, ისე წაგიყვანს, რომ რო გიკითხა, უფრო მალე მიხვიდოდი, ხო? მაგრამ აი ეს თქობა, ეხლა ნუ ხმალების მეფათა საჩვენა თავის შეიძლება ესეთი ტიპია, რომ მე უფრო ვიცი, გამიგე და მაგის კიდე ენერგია მაგ. ხო? ანუ მე უფრო ვიცი, მე თვითონ ვიცი და ანუ მაგას შეიძლება უტყდება вообще ვინმეს რომ კითხოს, ვთქვათ, რჩევა. ამიტომ აბდაუბდა გზებით დადეს რა ეს ადამიანი და ამიტომ ეხლა და ნელ-ნელა როგორც შეიფერება პენტაკლების რაინს, მოდის და აცნობიერებს და ნელა ხდება ეს ყველაფერი, გამიგეთ? მაგრამ აქ უკვე თქვა რომ всё, უნდა ვიმოქმედო რა, უკვე უნდა ვიპოვო ის ჩემი დაკარგული ვარსკვლავი და იმიტომ რომ მხოლოდ იქ არის ჩემი სიყვარული, გამიგეთ? აი ეგეთი რაღაცა მოვიდა ამასთან. და ეს უნდა გაიგოთ. ეს არის დაფარული, რაც მაგით თვითონ ფიქრობს, რაღაცას ფიქრობს ფანტაზიებში. გაკვეთილი რა უნდა გაიგოს, რა უნდა ისწავლოს. ან ეხლა აი ამ სიტუაციით რა უნდა ისწავლო რომ როგორც მოგცეს ისე, ანუ რაცაც შენ დათესე, ის მოიმკი. საერთოდ კოშკი ეგ არის, რასაც ჩვენ კარმა ეგ არის, რომ ზუსტად კარმული გაკვეთილი და აგერ არის. რომ აი ზუსტად ეს უნდა გაიგოს, რომ რასაც დათესავს, იმას ამერე მოიმკი. ხო, იმდა ეგ არის ზუსტად, რომ შენ კი. აი ეს უნდა გაიგოს, რომ შენ შეიძლება თვითონ ყველაფერი გააფუჭო, შეიძლება ხო, იმიტომ რომ შენი თქვათ არა მიღებული თქვათ გადაწყვეტილებების, ხო? Короче, კიდე რა გაიგო ამან, იცით, აქ შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან კარგი კავშირი, აქ შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან კარგი ოჯახი. აქ და აი მაგას დაენგრა ამ გაკვეთილში, მივხვდა რომ ის რაც მაგას მისცეს, რაც მაგან დაინახა вообще სულ უკუღმა ყველაფერი. ხო. აი მაგარი ტრანსფორმაცია გეუბნებით რა. კი. აქ ადამიანი არჩევანს ვერ აკეთებდა, სულ რაღაცა მისცეს ძალიან დიდი საჩუქარი, ხო? თუ აი ნახეთ სამყარო რას ნახეთ აი მე კიდევაც აი აქაც მოდიოდა ეს ინფორმაცია. საერთოდ აი ჩვენ როცა გვაძლევენ ძალიან რაღაცას მნიშვნელოვანს, ჩვენ თუ მაგას არ ვაფასებ, სამყარო როგორც მოგცემს, ისევ წაგართმევს. და უკვე შენ მიჩვეული ხარ, მიეჩვიე, ხო? მაგრამ მიეჩვიე როგორ, რომ საწავა, რა მოუვა და მე უცბად გარტყავენ რა. და უკვე გეუბნებიან, რომ შენ ხო გეგონა, რომ არ იქა და მარტო მე ვარ აქ ნომერ 1 და ის ქალი შეიძლება არავის არ ფიქრობს და არც არავის არ მიიღებს. ამ დროს შენ გითხრეს კარგად ძანდებოდე რა, იმიტომ რომ მარტო შენ არა ხარ დედამიწაზე და შენ თუ მოგცეს თქვათ ასეთი სიყვარული, ასეთი მნიშვნელოვანი ქალი, უნდა დაფიქრდე თუ არა და სამყარო როგორც მოგეცით, ისევ წაგართმევ და იჯეკიმერი შენ და იფიქრე. აი აქ ესეთი ინფორმაცია მიდის. ნუ ეს არის რა ვიცი მე, აქ ესეთი გაკვეთილია მაგან რომ რა ვიცი, უნდა მიხვდეს აქ. კი, აი გეუბნებით რა. იგივე აი პენტაკლების დედოფალი არის. ანუ ის რომ საჩუქარი მისცეს, ნახეთ რა ხდება, შეიძლება მაგას ქონდა აქ ახლა ოცნებად, ხო? აი ოცნება შეუსრულეს. ეხლა კიდე ფიქრობს რომ უნდა ეს შემოცნებას დაუბრუნდე, იმიტომ რომ ვარსკვლავი უკვე რამდენჯერ იყო, ხო? და მაგას ეს მისცეს საშუალებად, აი აგერ სურვილი აუსრულეს. მაგრამ ვერ გამოიყენა სათანადოდ და ამიტომ საწავა ჩემი მარტო ერთგულია და გაუშვეს. წაართვეს ეს დედოფალი მაგას პენტაკლების, რომელიც არის აი ძალიან მაგარი ქალი. და გაკვეთილი მიიღო, მაგრამ მიხვდა, ძალიან კარგად მიხვდა გოგოება. და ანუ ესე იგი, საერთოდ აქ როგორი სიტუაცია გვაქვს, ჩვენ პრინციპში ადამიანი უნდა გამოჩნდეს აქ.
მაგას მისცემენ შანსს, მაგრამ დიდი პაუზის მერე მისცემენ. უნდა გაიგოს, მაგრამ აქ პაუზა იქნება ძალიან დიდი გოგოებო და აქ ბევრი რამე უნდა გაიგოს მაგან რა საერთოდ და მაშინ მისცემენ მაგას შანსს. გაკვეთილშია ჯერ. გაკვეთილშია ეს ადამიანი და იმიტომ რომ იცის, აი ამან უნდა მიხვდეს, მაგრამ თქვენი ფასი, რომ თქვენ ხართ ის ძვირფასი ადამიანი, ის ჭკვიანი ქალი, ვისაც, რომ აი ფასი უნდა გაიგოს თქვენი რა, რომ რამდენად მნიშვნელოვანი იყავით თქვენთვის და კი უნდა გაიგოს წესით. უნდა გაიგოს წესით კი. და მე უკვე მიხვდება, რომ თქვენ ხართ მისი ბედნიერება და გამოჩნდება. აი, ასეთი ცხოვრება აქ ხა თქვენს პარტნიორს, რა ვიცი, თუ რეზონირდა მომწერეთ, რაღაცა ანარეულობა ხო, ოჯახში. მე გისურვებთ, როგორც ყოველთვის, ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.